მე შევეცდები ვილაპარაკო იმ თემებზე, როგორ წავიკითხე მე ეს რეფორმა და რა არის აქ პრინციპული. პრინციპული გახლავთ ის, რომ ქვეყანა უარს ამბობს კონსტიტუციაში ჩაწერილ ერთ დებულებაზე ადამიანს აქვს განათლების უფლება და ის უარს ამბობს განათლებაზე როგორც საზოგადოებრივ სიკეთეზე, რომელზედაც უნდა დაიხარჯოს გადამხდელთა ფული. ეს სხვა სიტყვებით ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე, არ აძლევს მას საშუალებას თავისი თავისუფალი არჩევანი განახორციელოს და არ აძლევს საშუალებას, ჩემი გადმოსახედიდან, პიროვნული პასუხისმგებლობა იყოს იმაზე, თუ რაში უნდა მას თავის რეალიზაცია, როგორც პროფესიონალს მთელი მისი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში. მეორე, რასაც ეს რეფორმა გვთავაზობს, ეს არის ჩარჩო, რომელშიაც ფაქტობრივად ჩვენ ყველანი ვექცევით და ეს არის შექმნა, გენერაცია იმ თაობის, რომელსაც არ აქვს პრეტენზია ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოების მოქალაქეობაზე, არამედ ის არის სერვისზე დაფუძნებული საზოგადოების წევრი, რომელსაც ევალება პროფესიული საქმიანობა შეასრულოს მაღალ დონეზე. მეორე პრობლემა, რომელსაც ჩვენ აქ ხვდებით, ზუსტად ეს არის, როდესაც მე მისაზღვრავ, რა პროფესიით უნდა წავიდე. მესამე, ისინი ამბობენ, რომ უნდა ჩაატარონ ბაზრის კვლევა. ეს ბაზრის კვლევები არსებობს 2011 წელს და 2013 წელს იყო თუ არ ვცდები ჩატარებული და სრულიად ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომელ პროფესიებში არის დანაკლისი. წარმოდგენილი რეფორმა, იმ პერიოდისათვის, მერე უკვე ეს აღარ გამეორებულა, წარმოდგენილი რეფორმა გვეუბნება, რომ ჩვენ შევისწავლით, სად არის დანაკლისი და დავაფინანსებთ იმ პროფესიებს. ახლა ოქსიმორონი რაშია? მაშინ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ და მე ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო არის გამორჩეული კულტურული ტრადიციის მქონე ქვეყანა, თავისი სპეციფიკით, სხვებზე უკეთესი არ არის, მაგრამ აქვს თავისი სპეციფიკა. მე ძალიან მაინტერესებს, აგერ ხედან ჩემი კოლეგები, ვინ უნდა განსაზღვროს, რამდენი დირიჟორი იქნება საჭირო, ან რამდენი ვიოლონჩელისტი, მაშინ, როდესაც რეალურად დაკვეთა გულისხმობს ამას. ასეთ შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ განათლება არ დაიყვანება უშუალოდ ბაზრის მიბმაზე. შემდეგი რაც არის, ეს არის, რაც იკითხება აქ, ეს არის სრული უარყოფა კიდევ ერთი პრინციპის, რომელიც ასევე გვიწერია კონსტიტუციაში, ეს არის თანასწორობა და რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა. როდესაც არის ორი განცხადება, რომ 12 კლასი ვისაც გინდათ წახვალთ და უცხოეთში დაამთავრებთ, მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი უბრალოდ სოციალურ შემწეობაზეა, ეს ერთი. და მეორე, ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფთ თქვენ ყველასათვის თანაბრად, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი პრინციპი ირღვევა, ასევე კონსტიტუციიდან, რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება და შესაბამისად მე შენ ამ უფლებას მართმევ მარტო იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არ წარმოვადგენ პრივილეგირებულ კლასს. და შემდეგი და ბოლოს მე მგონი უნდა დავამთავრო, ეს არის სრული იგნორი სპეციალობების, რომლებსაც არ აქვთ 3+1, მე სპეციალურად გადავათვალიერე ჩემ დარგში ახლა და ერთი და იგივე მიმართულებით, მაგალითად განათლების ფსიქოლოგიაში, დიდ ბრიტანეთში არსებობს 3-წლიანი და 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამები. ეს უნივერსიტეტის გადასაწყვეტია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემდეგი ოქსიმორონია, არ ვიცი როდის მოქმედი ხელისუფლებისათვის მომავალ განუსაზღვრელ დროს, რომ ესე ჩვენ ევროკავშირს უნდა შევუერთდეთ, ერთმნიშვნელოვნად არსებობს პროფესიული სტანდარტი.
ფსიქოლოგიაში მაგისტრატურა არის 2 წლიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფსიქოლოგი არ ეწოდება. ამიტომ, როდესაც თქვენ მეუბნებით, რომ იმ დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, არ ვიცი რატომ, გახდეს ფსიქოლოგი, თქვენ მას წინასწარ უბლოკავთ გზას, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ის იდგეს ორ ფეხზე და შეეძლოს თავისი კვალიფიკაციის დამტკიცება. განათლება და საზოგადოებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება არ არსებობს მეცნიერების და კვლევის განვითარების გარეშე. ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რას მოიტანს ეს კონცეფცია, როგორ გააუმჯობესებს კვლევას და როგორ გაზრდის პოტენციალს მოსული ახალგაზრდებისათვის, რომ მათ შეძლონ დააგროვონ ცოდნა და ჩაერთონ საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.